მითხარით ვინ ჩამოუყალიბა ის აზრი პოლიციელს, რომ პაატა მანჯგალაძე არის ქვეყნის დამანგრეველი. ეს შეკითხვა ბრალდებულმა პოლიტიკოსმა დღეს სასამართლოში მოწმე სპეცრაზმელს დაუსვა. 4 ოქტომბრის საქმეზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი იოსებ როსტიაშვილი გამოიკითხა, რომელიც აქციაზე მუშაობდა. სხდომაზე ის პროფესიული საქმიანობის შესახებ საუბარს გასცდა და პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა. პროტესტის მონაწილეებს ქვეყნის დამანგრევლები უწოდა. განაცხადა ისიც, რომ დემონსტრანტების მხრიდან შეურაცხყოფილია. შეურაცხყოფად კი ის ფაქტი დაასახელა, რომ აქციის მონაწილეები სპეცრაზმელებს მოქალაქეების მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებდნენ. 4 ოქტომბრის საქმის განხილვას ჩემი კოლეგა ნუცა ბახუტაშვილი დაესწრო და ბრალდებულებისა და მოწმების განცხადებების შესახებ მეც მოგუყვება. 4 ოქტომბრის საქმის განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღეს მხარეებმა თავად ბრალდებულებმა და მოსამართლემ სამი საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩვენება მოისმინეს. მათ შორის ერთ-ერთი ჩვენება ეკუთვნოდა მოწმეს, რომელსაც ამ საქმეში დაზარალებული სტატუსი აქვს, გიორგი წეველიძეს, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს. სწორედ ის იმყოფებოდა 4 ოქტომბერს ათონელის რეზიდენციაში, როდესაც პროკურატურის თქმით მოხდა თავდასხმა და ხელში ჩაგდების მცდელობა ამ სტრატეგიული ობიექტისა. მან საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა ადვოკატების შეფასებით დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს. სწორედ გიორგი წეველიძემ განმარტა ის, რომ რაიმე ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილეები აპირებდნენ პრეზიდენტის რეზიდენციაში მისვლას არ ჰქონიათ, თუმცა განმარტა ისიც, რომ დილიდან შეიყვანეს პრეზიდენტის რეზიდენციაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ამის შესახებ კი წინა ღამეს სატელეფონო ზარით შეიტყვეს. ადვოკატების შეფასებით ეს არის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია და შესაძლოა საუბარი იყოს სწორედ იმ სიურპრიზზე, რაზეც ირაკლი კობახიძე უთითებდა არაერთხელ 4 ოქტომბრამდე და ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული სიურპრიზიც შეიძლება სწორედ ამას უკავშირდებოდეს. სხვა შემთხვევაში კი შეუძლებელი არის პრაქტიკულად სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომელს არ ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოქმედებები არის მოსალოდნელი, როდესაც საუბარი არის პროკურატურის მტკიცებით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაზე. სასამართლო პროცესზე დაიკითხა სახელმწიფო დაცვის სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც განმარტა, რომ მან აღნიშნული მოქმედებების დროს ფიზიკური დაზიანება მიიღო, ასევე განმარტა, რომ შემთხვევით ადგილზევე ნახა ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე და სხვა პირები, მურთა ზოდელოვა, მათ შორის რომლებიც მოუწოდებდნენ ადგილზე მყოფ აქტივისტებს შემოსულიყვნენ სასახლის ტერიტორიაზე, ჩაებარებინათ სასახლის გასაღები და განეგრძოთ მოქმედებები. არავითარი ოპერატიული ინფორმაცია ან რაიმე ტიპის ინფორმაცია იმის, რომ ვინმე სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა, არ არსებობდა. ასევე მან დაადასტურა, რომ სატყოფნის რაიმე განსაკუთრებულ დონეს ადგილი არ ქონია და თქვა, რომ 4 ოქტომბრის მიმდინარე პროცესისასაც კი რაიმე გაფრთხილება და ინფორმაცია არ იყო მათთან, რომ შეიძლება რაღაც პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით ინციდენტებს ქონოდა ადგილი. ასევე დაადასტურა, რომ ეგრეთ წოდებული პირველი ტალღის დაახლოებით 20-მდე ადამიანი ცდილობდა ხობესთან ჯაჯგურს, რა დროსაც ეგრევე კონტაქტისას ხობე ჩამოიშალა, რაც კითხვის ნიშნებს, რომელიც საზოგადოებაში ისედაც მუსირებს, კიდევ უფრო ამყარებს. ასევე დაადასტურა, რომ არავითარი ესე თქვა შეიარაღება ან აღჭურვა მომიტინგეებს არ ქონიათ. ეს ადასტურებს, რომ არავითარ ორგანიზებას და არავითარ ორგანიზებულ დანაშაულს ადგილი არ ქონიათ. სპეცრაზმელი გასაგებია, რომ თავად პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო, ის ვერ მალავდა არა მხოლოდ პოლიტიკურ უთანხმოებას, არამედ ზიზღს საზოგადოების იმ უდიდესი ნაწილის მიმართ. შეხება მის ჩვენებას, დიახ, ის იყო ძალიან ზოგადი, მას კონკრეტულად არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუწია, გარდა იმისა, რომ აღწერდა იმას, რაც ისედაც ხედავდით ეკრანებზე. მაგრამ რაც შეეხება მის პირად დაზიანებას, აქაც მისი მხრიდან დაზიანებაზე საუბარი აშკარად გაზვიადებულია, იმიტომ რომ რასაც საუბრობდა ის არ დასტურდება იმ სამედიცინო ჩანაწერებით, რომელიც წარმოდგენილი აქვს პროკურატურას. ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ფორმალურად არის მომზადებული კონკრეტულ ობიექტზე და ექსპერტიზამ შეაფასა ზიანი და მისი ხარისხი და ღირებულება, სინამდვილეში არის გადმოწერილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მომზადებული
ექსპერტიზის დასკვისან, სადაც მაგალითისთვის წერია, რომ იმისთვის რომ გაერკვია ექსპერტიზას ზიანის, ასე ვთქვათ, შეეფასებინა ზიანი, ამისთვის მიმართეს ავტოსახელოსნოებს და თურმე ავტოსახელოსნოებში გაარკვიეს ღირებულება დაზიანებული ნივთებისა, რაც ბუნებრივი არის სრული აბსურდი და ტყუილი. ამასთან ექსპერტმა ცადა აიხსნა ეს გარემოება იმით, რომ თქვა, რომ უბრალოდ ტექნიკური შეცდომა გამეპარაო, ოღონდ საქმე არის ის, რომ ამ ექსპერტიზის დასკვნას ხელს აწერს 4 ექსპერტი, სულ 8 გვერდი არის და ბუნებრივია ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ნაჩქარევად ამტკიცებულებების შექმნის და მოგონების და შეკერვის დროს უბრალოდ ყველა დეტალს ვერ მიაქციეს ყურადღება. როგორც მოისმინეთ პროკურორის შეფასებით, დღევანდელმა მოწმეებმა საქმისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს წინაშე მოსამართლესა და მხარეებს, თუმცა ადვოკატები საუბრობდნენ იმ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, რომლებიც ჰქონდა მოწმეთა ჩვენებებს, კერძოდ ეს ეხებოდა იმას, რომ ზოგიერთი მათგანის ჩვენება იყო საკმაოდ ზოგადი, არ აღწერდა რაიმე კონკრეტულ მოვლენას, ასევე დაზარალებული სპეცრაზმელი ვერ ადებს ხელს ვერც ერთ ბრალდებულს, როგორც მისთვის დაზიანების მიმყენებელს, ამასთანავე საერთოდ ვერ დაასახელა მან ისიც, იმყოფებოდნენ თუ არა ეს ადამიანები საერთოდ აქციაზე, რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, მოვისმინეთ ადვოკატებისგან ისიც, რომ ეს დასკვნა შესაძლოა გადაწერილიც კი ყოფილიყო, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა პროკურორებისთვის დღევანდელი ჩვენება კიდევ უფრო ამყარებს იმ ბრალდებებს, რომელიც მათ წარდგენილი აქვთ ამ ჯგუფში ჩარიცხული 10 პირისათვის, ამ ადამიანებს 4 მუხლით ედავებიან, კერძოდ ეს არის ძალადობაში მონაწილეობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობა და ამასთანავე საქვეყნოდ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მოწოდება. მუხლების გათვალისწინებით ბრალდებულ პირებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, შემდგომ სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარე გააგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევას.